მარიკა. მაგრამ ხანგრძლივი სოფელი გაახარებს ვისმეს განა. აკაკი გაგახსენდა? არა, დათო ჩამოვიდა. ჩამოვიდნენ. ახლა შემოვიდნენ სადარბაზოში ეგ და ნატა. აი მანზე რო ვიდექი დავინახე. ვახ, რა კარგია, ნატა რაღაცებს ჩამომიტანდა. ხო, ნატაშე რაღაცებს ჩამოგიტანს, დათომე რაღაცებს წამართმევს. როდის გადადიან ესენი? კარგი ირაკლი რა. ხო იცი ნატას მამამ რემონტი დაიწყო სახლში, ბავშვს სუფთა და ახალ სახლში დაგვდებიან. მობრძანდით. ირაკლი როგორ ხარ? ვა, ირა, გამომართვი ესეც გამომართვი. ეს ჩემო ოთახში წაიღე რა. ერთი წუთი. Grazie, ირა. აი ხომ მომიყევით როგორ ხართ, რა შვებით? აი მაგრამ მომენატრა ქაურობა რა ირა რა. ეს მელაბარაკები. როგორ დაისვენეთ? ძალიან კარგად. ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. როგორ გადაგიხადოთ არც კი ვიცი. მარიკა, მომეხმარე რა რაღაცები ამოვაგოთ. აუ ირა, მართლა დიდი მადლობა რა. აი ძალიან მაგრა დავისვენე. როგორ გეკადრება დათო? პირიქით, დიდი მადლობა შენ, თუ ვირმემ დაისვენა, მე დავისვენე. ირუშ, რა ხდება უბანში მშვიდობა, ა? ის სინიორა ღლონტები როგორ არიან? უბანში მშვიდობა, ღლონტები კარგად არიან. შენ მითხარი ევროპა როგორ მოგეწონა? აუ იტალია იყო ძალიან მაგარი. ხო. მილანში იცხოვრებდი? აბა რა ირაკლი. რომში? მაგას კითხავ. ფლორენციაში? ესე იგი ამ სახში ცხოვრება შენ იდეა ფიქსი არ ყოფილა. ეს კარგია. ისწავლე რამე იტალიურად. კი. ცოტა. აბა? ნახიმ che voglio chiederle. Che voglio chiederle. რას ნიშნავს? რას და რა მინდა და ის როგორ იქნება იტალიურად? ეხლა მოიცა. ნუ გელა ირაკლი, მე შენი ფული აღარ მჭირდება. გენუაში ჩემი ნახატი გავყიდე. დათო, ნუ მატყუებ, დათო. არ გატყუებ დედას პიცო. ნატა! ნახატი ხო გავყიდე მე. ხო ირაკლი, მართლა გაყიდა. მოხუთ ჩინელს მოეწონა და 500 ევრო დიყიდა. მოხუთ ჩინელს? ყოჩახ დათო. ყოჩახ, რამდენი ხანია ჩვენთან ჩინეთიდან ნაგავი შემოაკვდა, ჩვენ ხო უნდა გადაგვეხადოს. სალომე, ჩვენ ყავას არ მოგვიდან? ეხლავას. თეო, რა ლამაზი თვალები გაქვს. იცი, კარატის ფერი. კარატის, აი რო ამბობენ კარატიანი ბეჭდებიო. მადლობ სანდრო. აი თქვენი ყავა. ანგარიშიც მოგვიტანე რა. 12 ლარია. მე გადავიხდი. რამდენი? 12.
10-იანი და 2-იანი. გამარჯობა თეო, გამარჯობა სანდრო. ეკა. გამარჯობა სალომე. გამოწყენილი ხარ და? ხო, რა ვიცი, ამ სოლომონის ამბების მერე სულ სუთხასიათზე ვარ ხოლმე. მე ვიცი მაგის წამალი. ვინმე ახალი მამაკაცი უნდა მოძებნო და ყურადღებას გადაიტან. არა, ახალ წლამდე კაცისკენ არც კი გავიხედა. მართალია, ახალ წლამდე რადგინდა, მე თოვლის ბაბუაც გამოჩდება და იცი რა მიშველის? დასვენება, სიმშვიდე, სითბო, წყალი. აბანოში რო დაისვენო. სანდრო, რეებს ლაპარაკო. მოკლედ გადავწყვიტე. უნდა წავიდე დასასვენებლად. ვისე სანდრო, ჩვენც ხوار წავსულიყავით. თან ასეთი დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის მერე დასვენება არც ჩვენ გვაწყენდა. წავიდეთ, მაგრამ სად გვირჩევ, სად წავიდეთ? ნუ თუ იაფიანი გინდა თურქეთში უნდა წახვიდე. თუ ისტორიული ეგვიპტეში, ნუ ხმაურიანი მალეორკა. და თუ ეგზოტიკა გინდა აუცილებლად ინდოეთში. სანდრო. ხო. მისმე? კი, ინდოეთში თუ გინდა ეგზოტიკაში უნდა წახვიდე. იქნებ ჰოლანდია. ძალიან კარგია. ვარ ნამყოფი და ვიცი. ხო, მარტო ჰოლანდიაში ხარ დავყოფი? არა, ბელგიაშიც. დასასვენებლად იყავი? არა, ერთხელ ჰოლანდიაში დისკოთეკაზე ბევრი დავლიე და სახლის გზა ამერია. და ოქროს ქვიშებზე რო წავიდეთ. ხო. ოქროს ქვიშებზე? ხო, არ იცოდი? ძალიან მაგარია, ოღონდ ერთი მინუსია, ქვიშას არ გატანენ. რომელიმე ტურისტულ სააგენტოში წავიდეთ და იგვეტყვიან, საჯობია და როგორ? მართალი ხარ. მე ვეთანხმები, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეგვიპტეში ჯობია წასვლა. დიდი ნილოსი, ბებერი პირამიდები. არა, სანდრო, ბებერი არაფერი არ მინდა. აი ეს ირაკლისთვის მაისური რომ იყიდე მიეცი. ახირაده ایشه جمع گیدن گواسای را ناتا مارچیا وا რა მაგარია მადლობა ნატა მარიკა ნახე ხო მაგარია ამას დღეს შეჩავიცო ისამ ირაკლი რა მინდა გთხოვა დღეს ეს მაისური მემჭირდება ხვალ მოგცემ ირაკლი კარგი ხო კარგი გეხუმრება ირაკლი დათო რა მაგობდი ირაკლი შარვალი ვუყიდეო მიეცი არა მან დიქნება აა ვიცა აი ნახე ირა ვა რა მაგარი შარვალია ეს სად იყიდე ფლორენცია დათო მაგარია მაგრამ პატარა მაქვს სიგანეშიც და სიგრძეშიც ორივეში აკნე ამას ხე უკან ვერ დავაბრუნებ და მე ვიხმარი ყოს ისე აი ხო გითხარი რაღაცებს ჩამომიტანს მეთქი მე ხო გითხარი ხმებსაც ვუყიდეთ პატარა სუვენირები და მე დავურიგებთ აუ მაგარ რაღაცას მოგიყვეთ ამ სუვენირებს ხო ვეძებდით და ვარჩევდით სოლომონისთვისაც ვარჩევდით და მე ვუთხარი ნატას რაიც იქნებ ცოცხალი აღარ დახვდეს თქო და არ უყიდოთ ყველა ფული უნდა დავყაჭოთ მეთქი მე რამე რომ იყიდეთ ფული გეყოთ ვეყო თან მე ნახატი ხო გავყიდე რა მე კიდე რა იყო ის სასტუმროში პატარა ფანტანი იდგა და ფული ეყარა შიგნით გაივლიტი აიღებდი გამოივლიტი აიღებდი აბა იცამ თინი ბიჭო ჩვენი სურათებია და დაათვალიერებ დათო ირაკლი საჩვენე ნახე რა მაგარი სურათებია გადი ურე ახემ ესავართ მილანში ვა დათო რა სიმპათიური ხარ ეს არის ვენა აქაც მაგრა გამოიყურები ეს ამსტერდამი რას გავხარ დადო
კარგი. წამოდი მე ხა, ამდენ ხანს ვერ დავჩები, სამსახურში მეჩქარება. დღეს ხელფასის დღე მაქვს. ხელფასის. ირაკლი. ფული თუ გჭირდება, არ არის პრობლემა. მიხარი, მე ხომ ნახატები გავყიდე ევროპაში. რა? მე შენ ფული გთხო? გამორიცხულია დათო. ეს იგივეა ახლა ღონტები რო შემოვიდნენ და კვერცხები შემოიტანონ. ჩაო. თეთევან, რა შვები დროზე? მოვდივარ. დუბი დუბი დუ. დუბი დუბი დუ. და. დღეს დიდი დღეა, დიდი. მართლაც რომ დიდი დღეა გვაცა მინდის. დუბი დუბი დუ. დუბი დუბი. აი მეც რა ჩანთებია, რაშია საქმე? დაგავიწყდა? ამ საღამოს ხომ იფრინა? უი! გვანცი! ესე მალე გავიდა 15 დღე, 7 საათი და 35 წუთი. აი მე რა ცუდია რომ აღარ ჩამოხვალ. ხო აღარ ჩამოხვალ. მეც მომენატრებით. და ფრენა რომელზეა? 10-ზე. 10-ზე? უფ! აბა მაგამდე კი მოასწრებსარეცხის დარეცხვას. მაგაზე გამახსენდა. სამზარეულოში თუ აბაზანაში ჩემი ტალახიანი ფეხსაცმელები ეწყო და რომ დამპირდი მე გავრეცხავო? ტალახიანი? იცი რა, ეხა მაგას როგორ შეიძლება მაგის გარეცხვა გვანცა, იმიტომ რომ სამშობლოდან რომ მიდიხარ, რაიმე მშობლიური მიწა ხო უნდა წაიღო, არა? განცი, ხელცარიელს ვერ გაგიშვებთ. ჩვენი სოფლის ჯონჯოლია. მამა შენთან გადად, გოგო, მამა შენ. იცი რა, არითან ძიმე გამომივა ბარგი და აეროპორტში არ გამატანენ. მაცადე ერთი წუთი, მაცადე. აი ესენი, აი ესე გადაალაგე, მე აი ეს. მაჩვენე. ეს ამოვიღოთ. და აი, შეხედე, აბა მოდი გაწი, აი გადასარევად ჩავიდო ჯონჯოლი. აჰა, რა გინდა? ჩვენიერია. ბანცა. აი ეს. ჩვენებური ტყემალია. ოღონდ ბოთლები არ დამიკარგო. მე რომ გერმანიაში ჩამოვალ, მერე წამოვიღებ უკან ბოთლებს. გვანცი, აი ეს ჩემი გაკეთებული ჩირია. რა ამბავია, ქეთევან? გოგო, ეს ის არის, ცოტა მწარე რო გამომივიდა. უი, მოდი. მოდი. აი, ასე. აი ასე. ვაიმე. ვერ დაძრავს ეს გოგო, ამ ჩანთას ძალიან ძიმეა. მიდი ირაკლის უთხარი, ტაქსი გამოიძახოს. კარგი, ეხლა ირაკლი ტაქსი რატომ უნდა გამოგიძახოს, ვერ გავიგე. ვაიმე, აბა სხვა რაში მჭირდება მაგის მეზობლობა? მოწოხებით, მეგობრები დამპირდნენ გაგაცინებთო. შეიძლება აქაც რომ ამოვიდნენ? რა თქმა უნდა, შეიძლება, ოღონდ აი საჩუქრები, აი აქ დაალაგონ. ხო, ისა, გვანცუცა, ჩვენ ეხლა გავდივართ, მაღალ სართულებზე ლიფტის ფული უნდა ავაგროვოთ და მალე დავბრუნდებით. უფთა დგას გაზზე. შეჭამე, ისი არ წახვიდე. არ მინდა, თვითფრინავში შევჭამ. გოგო, თავი გინდა მოგჭრა? რა სიტყვის პილოტი უჭმელი გამოუშვეს ეს ბავშვი. ხო. კარგი. ხო და ის ანტიბიოტიკი მოუხსენი დილიდან. მოუხსენი მეთქი. კარგი. რა ამბებია ნათია? როგორი ამბები გაინტერესებს? კარგი თუ ცუდი? ორივე მაინტერესებს. ნუ კარგი ის არის, რომ ფიზიოთერაპევტ აბრამიას ტუპები შეძინა და საჩუქრის ფულს ვაგროვებთ. ცუდი კი ის არის, რომ ბუღალტერი რეზერვში წაიყვანეს და ხელფასი 2 კვირა დაიგვიანებს. ორივე ცუდი ამბავი ქონია ნათია. კარგი.
წადი და თუ მოვიფიქრე რამე დაგიძახება. ვა, ხელფასი 2 კვირა იგვიანებს. რა ცუდია. რამდენი ხანია ფული არავისთვის მithოვია. ვის ექნება, გზირიშვილს ექნება. მაპატიე დათო, შენი მეთოდები უნდა გამოვიყენო. ალო. ბატონო თაზო. ირაკლი ვარ ჩხეიძე. როგორ ბრძანდები? ბატონო თაზო რა არის იცი? 2 კვირით იგვიანებენ ხელფასს და 500 ლარი ხომ არ გაქვთ რომ მას ესხოთ? მანქანა გაქვთ გასაკეთებელი? ახლობელს ოპერაციას უკეთებენ? ბავშვის სწავლის ფულიც შვილიშვილმა ლეკვი მიყიდეო. ხო. აბა ლოს-ანჯელესმაც როგორ წააგო ბოსტონთან? აბა კარგი ბატონო თაზო ნახავ ეხლა მივდგები და თუ მოვახერხე რამე გიშველით დაგირებ. კარგი. ეს იქით დასახმარებელია რა. რაღა ამას დაურეკე. ვინ მიშველის მე ახლა? გოგი მაგარი კაცია. გისმენთ? გოგი! როგორ ხარ? აი ხლა ვაპირებდი შენთან დარეკვას. ხო, 25 ლარი ხომ არ მაქვს? გოგი არ მაქვს. კაცრავა, ტრავმატოლოგი მინდო და ხელი მაქვს ამოვარდნილი. ერთი წუთი გოგი, ერთი წუთი. აი ხლა მარჯვნივ გადი გენაცვალე კორიდორში და სულ პირდაპირ სულ ბოლოში გადი იკითხე გოგი ექიმი. კარგით, მამაკაცი. მიდი და ის მოგხედავს. მიდი. გოგი. აი ხლა გამოუშვი შენთან 25 ლარი. ხელი აქ ამოვარდნილი. კარგი გოგი, კარგი. მე რა ვქნა? რით შემიძლია დაგეხმაროთ? სამოგზაუროდ გვინდა ტურის შერჩევა. ყველას გვინდა. სოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეგვიძლია თქვენი გაშვება, მაგრამ სპეციალური ფასდაკლება გვაქვს იტალიის საგზურებზე. ნახეთ? მართლა იტალია ძალიან კარგი იქნება რა. კი, ძალიან კარგია, თანაც ახლა კარგი ამინდებია. ჩახვალთ ვენეციას ნახავთ თავისი დაუვიწყარი არქიტექტურით და პიზის დახრილი კოშკიც შეგიძლიათ იხილოთ. უი, ეგის კოშკია, ხო შევარდაძემო გადახარა. ხო, სანდრო. იცით, თუ ჩვენი ტურით წახვალთ იტალიაში, რომსაც ნახავთ. დიახ. ვა, სანდრო, ნახე, იტალია და რომი რა ახლოს ყოფილა ერთმანეთთან. თუ შეიძლება სხვა ვარიანტებიც გითხარით რა. შეგვიძლია შემოგთავაზოთ გერმანია, მაგალითად ბერლინი. მან დარგვინდა. გუშინ უყურე ალანიაზე გაქანებული ომია. მაშინ ამსტერდამი, ახალგაზრდებისთვის ძალიან კარგია. ამათ კიდე ამსტერდამი უნდა. მოდით, აბა ევროპას გავწდეთ. იქნებ იქით უფრო კარგი ადგილები ვნახოთ. მართალია, ინდოეთში წავიდეთ. მე კარგი სანდრო, მან რა გვინდა? თვითონ ძლივს ეტევიან, მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. მილიარდი, არა, 100 მილიონი. შეგვიძლია კუნძულებზე გაგიშვათ. მაგალითად სოლომონის კუნძულები, ნახეთ. სოლომონის გაგონებაც არ მინდა. მოიცა. თქვენ ციცით ამათი ამბავი. მკაცრავად რა ამბავი? მოიცა, აბა მართლა არსებობს სოლომონის კუნძული. საბოლოოს. კი,
არსებობს და კიდევ სხვადასხვა კუნძულებიც არსებობს წყნარ ოკეანეში. მართლა? დიახ. უკაცრავად ერთი წუთით უფროს დაველაპარაკები. დიახ, ბატონო. ერთი ახალი ამბავი მაქვს. და რა შეასახმე რა ამბავი? უნდა დაგაწინაუროთ. დიახ, რა თქმა უნდა. თამთა, დიახ, უნდა დაგაწინაურო. დიახ. ძალიან კარგი კაცია. იცით, სულ ახლახას გაშორდა ცოლს და ის კარგი ხასიათზეა. იცი რა თამთა, შენი სავიზიტო ბარათი მომეცი. საღამოს დაგირეკავ და საჭირო რჩევებს მოგცემ. მე უნდა გავიქცე ერთი აუცილებელი საქმე მაქვს. თქვენ შეარჩიეთ ადგილი და საღამოს მეც მითხარით. დაგაძანდება ხარდის. ისე აქ ყველა ქვეყანაა? დიახ, ყველა ქვეყანაა. სანდრო, რუკარო ვიყიდოთ. იცით, ჩვენ სამკურნალო კურორტების ღმერთო, როდის დამთავრდება ეს სეზონი, რომ ოჯახთან ერთად ჩოხატაურში წავიდე. იმ დღეს ის ბათუმელი პაციენტი რომ მეჭიდავებოდა. გინდა თუ არა ირაკლი იქ მოაი თქვენ ფულიო და მე უხ როგორ გეკადრებათ რა მაგას როგორ ავიღებ რას ლაპარაკობთ მე მგონი მაინც ჩამიტენა. აი 20 ლარი და კიდე მოიცა აკონქონია. ვისი ფული? საჩუქრის. ნათია, აბრამიევის ფული კიდავდე, მაგრამ შეიძლება რა გვეშველება. რაღაცა უნდა მოვიფიქრო რა. ნათია, ჩვენთან მეორე სართულზე ჯანმრთელ თირკველს რამდენად იბარებენ? სოსაი აქ უნდა ეწეროს. აი, მოიცა? რა კარგი ფულია. ესენი რამდენ ხანში იძლევიან თანხას? 2 კვირაში. 2 კვირა ბევრია. ერთად მე ვერ ვიშოვე 500 ლარს ცალ-ცალკე უნდა ვიშოვო. ნათია, დღეს რომ მოვდიოდი მე ლიფტიორმა იურამ მითხრა რომ ისაო ლიფტის კარებში მომყვათავიო. ხო იცი მე-1000-ზე რა სწრაფად იხურება გარები. ხო და მე ვურჩიე რომ აიღე 2 რკინის ლარიანი მეთქი, ერთი ერთ კობზე დაიდე, მეორე კობზე თქო. ეხლა შენ მიდი, ირაკლი ექიმმა გამომიშვა თქო, ეს ლარიანები მომეცით, ანალიზზე უნდა წავიღო, ნაცხი უნდა ავიღო თქო. ნაცხი. ნახე, ხო მაგარია. დაიცადე ხილს მოვიტან. გამარჯობა. ვაიმე თამარ 64-ში ვართ. თამარ, ქეთევან, გაიცანი ჩემი მეგობრები, გიორგი, მე თვითონ გენაცალე მაცალე. თქვენ დასხედით. თამარ ღლონტი. მე რა ვიყავ, სასია მომნო. გვარი სახელი კი არა და მისამართი ტელეფონის ნომერი ყავას ხომ არ მიირთმევთ? გავალ მაიკას გამოვართმე. ქეთევა რა დროს ეგარი ხო ამ დროის დაკარგვა იქნება? ყავას ხომ არ მიირთმევთ? მადლობა, ნუ შეწუხდებით, გვანცა უნდა გავაცილოთ და მალე წავალთ. ქეთევან მექარები. გვანცი წყალი მომიტანე. არა შეწუხებაა, თუ გინდათ ყოველდღე ამოდით და გააცილეთ ყოველდღე. ქეთევან, მოდი. სწრაფად გააღე ფანჯრები. მეზობლება რომ გაიგო რომ ღლონტების სახლიდანაც გადის კაცის ხმა. გვანცი, რა
რამდენი რამე ისწავლი არა ჩვენგან ალბათ რო ჩახვალ როგორ გამოგადგება აბა რა გამომადგება როგორც კი ჩავალ შევალ მეზობელთან გამოვართმევ კვერცხს შაქარს ყავას ძალიან მოგვენატრება და რომ მოგენატრები ჩამოვალ რაიმე თუ ესეთ გაცილებას მოაწყობ ხოლმე როცა გინდა მაშინ ჩავალ უი მოდი ახლა წასვლის წინ სურათი გადავიღოთ ქეთევან ბატონო უი რა კარგად მოიფიქრე მოიცადე გაიღიმე ხელი დამადე მხარზე ხვარ ვიჭრები არა მოიცი ხელი გამართე მიდი კარგია ერთიც კარგია ბათა შენ ხომ არ გაგვიანდება რომელი საათია არა ჯერ ადრეა და რეგისტრაცია ხომ უნდა გაიარო არ დაგაგვიანდეს კაი წავედით ჩანთები წამომიღე ვაიმე ბიჭებო ეხლა რა ვინც აცილებს იმას რეგისტრაცია რა თუნდა უმრავს ნუკრი იცით კიბეზე რომ ჩახვალთ მეორე სართულზე თეთრი კარია დააკაკუნეთ და იკითხეთ ხლონტები აქ ცხოვრობენო კარგით რომ მიხვალ სახლში დარეკეთ. უი შენს გეხება. უი კაცი. კარგი აბა წავედი. ყველაფრისთვის დიდი მადლობა. გვანცუცა ჩემი გვანცუცა გვანც. კარგად. გვანც ბედნიერი. კაჩაკაბა. ბედნიერი გზავრობა. ბედნიერი გზავრობა. კარგიანა. მე ძლივს არ წავიდა. შეხედე რა. ნახეს დარჩა იმ შტერს. ვაიმე, შეხედე, აგერ თავისი ჭიქაც დარჩენია. არა, ვერ გავიგე რაზე ფიქრობდა რომ იდიოდა. გვანცა. ვაიმე. გვანცუნცა. ადრე მოვედი ხო თახჭირს მარიკა შალვოვნა როგორ არის აწუხებს კიდე წნევები დაურეკავ და ვეტყვი რომ მოვიდეს ჩემთან გამოკვლევებზე მარიკა მშობლები ასე უყურადღებოთ არ უნდა მივატოვოთ რა გული გაქვს ირაკლი მე კიდე მეგონა არ გაინტერესებდა გადაშორის გუში ველაპარაკე მამა ჩემი სამსახური იხურება და უხელფასო შვებულებაში გაუშვეს უხელფასო შვებულებაში ეს ცუდია რა თქვი ირაკლი როდის მოვიდესო დედა რა ამბებ თქვი რამე რა თქვი ირაკლი როდის თქვი მე არაფერი არ მithქვავს შენ გირჩევნია ის გამომიტანო დიდი სამედიცინო ენციკლოპედია დილიდან ვეძებდი და ვერ ვიპოვე არც ადაბარ მიდი ალო მერაბ მე ვარ ირაკლი ჩხეიძე მერაბ გახსოვს მე რო 200 ლარი გასესხე და რო გითხარი როცა გინდა მომეცი მეთქი დღეს არ გინდა არა კარგი არა უშავს მერაბ კარგი რა არის ირაკლი მომეცი ესე იგი ჩვენ გვინდა ეხა შავი დღისთვის გადანახული ფული სად არის ეს ფული მარიკა ეგ ფული დათოს და ნატას შესარიგებლად საჩუქრები რო იყიდე მაშინ დახარჯე მართალია მაშინ გვინდა ოქროს რეზერვი ესეც არ არის მარიკა მაგით ჩემი ჩექმები ვიყიდეთ აჰა ეხლა ჩვენ თუ გვიშველის ხ
ხელშეუხებელი მარაგი. და ეს სადღაა? ირაკლი ეგ ფული სად არის და გახსოვს ერთ დღეს მე რომ ფული არ გთხოვე და გაკურებული რომ დადივდი აქეთ იქ მაშინ ვიპოვე დათო დათო დაჯექი მოდი დაჯექი დათო იცი როგორ გამახარე რომ მითხარი რომ ჩემი ნახატები გავყიდე ევროპაშიო ძალიან გამეხარდა და შენ და ნატა ვიწროთ ხო არ ხართ იმ ოთახში კარგად ეტევით კი კარგად ვიტევით კარგად რა მე ირაკლი რამინ შეგიძლია ხატვა მასწავლო რისი რა მაგალითად ფულის კარგი რა ირაკლი რა ფულის ხატვა ესეთი ადვილი რომ იყოს შედამასწრებდი მართალია ფულის ხატვა ძნელია თან იმის დახატვა არ გინდა ასლარიანზე ვინ ხატია რუსთაველი რა რუსთაველი იროდიონევდოშვილი მაგას მაინც მასწავლი ხა ირაკლი რა რუსთაველი ხატია გეშლება შე რაღაცა არაფერი არ მეშლება აი მომეცი ასლარიანი და ვნახოთ ვინ ხატია მე ჩემი საფულე საძინებელში დამჭა სათექსტი წავა მოვიტან არ არის საჭირო არ არის რა მინდოდა მე თქვა იცი არაფერი არა მითხარი ირაკლი არაფერი გასაუბრება მინდოდა შენთან და არ გიხო თუ არაფერი არ მინდა კი ბატონო მარიკა, ჩემი პინცეტი სად არის? აი მანდებს თაროზე. კარგია, თაროზე. კარგია. ეს ცოტა შვი ირაკლი ერთობი ხო? აი ცა დათო რას ვერთობი დათო რა მინდა გთხოვ ვა ეს უკვე საინტერესოა ისმენ ირაკლი listen 500 შეიძლება ვერ გავიგე ირაკლი რა მითხარი? შეიძლება 500-ს ბარას ვიღო არ მესმის ირაკლი ვერ გავიგე 500 ლარი შეგიძლია მასეს ხო ორი კვირით? მე ხა შორს მსმენელი ვარ, შორს მსმენელი და არ მესმის ცოტა რას ყვები. ახლა ცოტა ვერ გავიგე. ერთ წუთი მაცადე, აი შორს დავგები ხა და აბა გითხარი მე და მარიკას ერთად რა გინდა და? არა, ეს იგი რა. იცი რა ქენი ხა იროიში. ჩემთან შედი ოთახში შედი. მე აქში გამოვა. და ვიტყვი დღეს დიდი დღეა. შენ ამ დროს გამოდი და მთხოვე ფული, როგორია? კარგი რა დათო რა, ნუ მაიმუნობ რა. თუ გაქვს ეს 500 ლარი მასესხე. ირა, მაშინ ვყურებ. ხო, გინდა გადავდო. ოკაი, ხო, გასესხებ. ნატას აქვს შენახული, მოვა და მოგცე. მადლობა, ყოველთვის თქონდა შენი იმედი. მოხედი? ხო, მოდი. ნატა? ხო. ის ფული სად არის? მეგობარს უნდა ვასესხო. ცოტა ხნით. ის ფული? ой, შენთვის არ მithქვამს, ხო დათო? ის ფული სარიცხის მანქანა რომ ვიყიდეთ, იმაზე დამჭირდა და
რა? აღარ არის ის ფული. გამარჯობა, კარგად. გამარჯობა, მარიკა. ისეთი ამინდია აუცილებლად იწვიმებს. რა? რა? ესე იგი, შენ ამბობ, რომ აუცილებლად იწვიმებს. ხო, მგონი ირაკლი. გინდა დაგენიზლავო 500 ლარზე რომ არ იწვიმებს. რა? ირაკლი. არა, ისა, როგორ ხარ ეკა? რა ვიცი, ირაკლი, ცოტა გადავიღალე. ცა გადავწყვეტე სამოგზაუროდ წავიდე. სანდრო და თავის მეგობარიც მოდიან. რა მაგარია. იცი სად მიდიხარ? იცი რა, ჯერ არ ვიცი, სანდრო და თეო სააგენტოში დავტოვე. ეხლა მოვლენ და საგზურებსაც მოიტანენ. სააგენტოში? დასვენება თუ გინდოდათ ვერ მითხარით, გაგიშვებდით ჩემთან წყნეთში, იქნებოდით იქ სუფთა ჰაერზე და სულ 500 ლარი დაგიჯდებოდა. მოვდანდი. გამარჯობა. დაჭიქ. ირაკლი, სამოგზაუროდ მივდივარ. ჩემი მარკო პოლო. რაკენი სანდრო რა არჩიეთ? მოგეწონება, თან გზა ძალიან იაფი დაგვიჯდება. თან ორი კვირის ნაცვლად შეგვიძლია ერთი თვეც კი დავრჩეთ. ერთი თვე? აუ, ერთი თვე დასვენება რა მაგარია. დათო, შეგედე, ჩუხა დაუშვები. დათო, მოიცა. მომეცი. მოიტანე ნათია? აი ეს ნამიჭეიშვილის ისტორია, ეს ქორიძის და ეს სუდოკუ. რა? სუდოკუ. ნათია, რითი ვერ დაიმახსოვრე? ეს სუდოკუ კი არა, ეს არის ფორმა 27. ძალიან გთხოვ, დაიმახსოვრე რა. კარგი, ხელფასზე რაობ, რა ისმის? დაარიგეს უკვე და თქვენი ხელფასი მიავიღე. დაარიგეს, კარგად მოგცეულან. შენც ოჩახ, მომეცი რა. თქვენი ხელფასი თქვენ ათესავ დათოს გავატანე. მოსული იყო ირაკლის არცალია და მე გამომიშვაო. ნათია, წადი. გადი, მიდი. დამტოვე ჩემ თავთან მარტო.